გრძელდება ჩვენი გადაცემა ძვირფასო ტელემაყურებლებო. დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენთან ერთად ხართ. სტუმრებთან ერთად დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ თურქეთიდან, სადაც ექსპედიცია გაიმართა, მოკლედ ბატონი როლანდ თოფშიშვილი და ნოდარ შოშიაშვილი. მოგესალმებით ბატონებო, უფრო რცლად გვინდა რომ ვისაუბროთ ამ თემაზე, თქვენი მოწვევის მიზეზი სწორედ ეს არის და რა ხდებოდა, მოკლედ რა იყო მიზეზი და მიზანი, ასე ვთქვათ, იმისა, რომ თქვენ გაგემართათ ექსპედიცია თურქეთში. მე მინდა გითხრათ სანამ უშუალოდ ჩვენი ექსპედიციის შესახებ ორიოდ სიტყვას მოკლედ ვისაუბრებთ. ეს ბატონი ნოდარ შოშიტაშვილისა და ჩემი და აგრეთვე ჩვენი სხვა ექსპედიციის წევრების გასვლა თურქეთში პირველი შემთხვევა არ იყო. ჩვენ წლების განმავლობაში ტაოკლარჯიში დავდიოდი და სოფელი არ დარჩა ტაოკლარჯიში, რომ ჩვენ არ მოგვეულოდა იქ არ დაგვიფიქსირებინა ეთნოგრაფიული მასალა, ენობრივი ვითარება. აი წელს მოგვიწია სწორედ შავიზღვისპირა რეგიონში, შარშან ვიყავით მარმარილოს ზღვის რეგიონში, სადაც უამრავი ქართული სოფელია და სადაც ეთნიკურობა ბევრს აქვს ძალიან შენარჩუნებული და აი წელს ჩვენი მიზანი იყო სწორედ მარმარილოს ზღვის რეგიონიდან გადმოვინაცვლეთ შავი ზღვის რეგიონში, აქ რამდენიმე ვილაიეთია, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ქართველები და სანამ კიდევ აი ექსპედიციის მიზნებზე ვისაუბრებთ, მინდა გითხრათ, რომ ეს იყო დაფინანსებული წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტისა და რუსთაველის ფონდის მიერ ჩვენი გამგზავრება. სხვა შემთხვევაში გამოირიცხებოდა, რადგან ასეთი სახის ექსპედიციებს ძალიან საკმაოდ მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი თანხები სჭირდება, ის გადაადგილება ასეულობით კილომეტრის გავლა, მთებში სიარული და მათი შეწყობით, მამა ადამის ხელშეწყობით მოხდა ჩვენი გამგზავრება და რა ვითარებაა, თქვა საინტერესოა აი ამ კუთხით, იქ სადაც ქართველი მუჰაჯირები ცხოვრობენ. უაღრესად საინტერესო მასალა ამოვიდა. ჯერ ესეთი იმას აღნიშნავ, რომ ეს ხალხი, ეს ჩვენი თანატომელნი გადასახლებულნი არიან მე-19 საუკუნის ბოლოს რუსეთ-თურქეთის 1877-78 წლების ომის შემდეგ. ეს იყო თურქულ-ოსმალური პროპაგანდის საშუალებითაც, თვითონ რუსული იმპერიული პროპაგანდის საშუალებით და აღმოჩნდა ამ ბედის უკუღმართობით დიდი ნაწილი ქართული ეთნოსისა, ქართველი ხალხისა ოსმალეთის სახელმწიფოში. ბატონმა როლანდ ბრძანა შარშან ბურსაინეგოლის რაიონში ვიყავით წელს, სრულად აღმოჩენა იყო, რომ ამდენი ქართველი ცხოვრობდა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე. ანუ ეს მანამდე არ ვიცოდი. ვიცოდით რომ ცხოვრობდნენ, მაგრამ მე გეტყვით ახლა დაახლოებით ეს იწყება რიზეს იქით უკვე, აი ეს ლაზების, ჩვენი ლაზების განსახლება რომ თავდება უკვე რიზეს იქით, არიან მუჰაჯირთა სოფლები. მოკლედ გეტყვით რომ თქვათ, პირველი არის გირესუნის ილი, ანუ რაიონი, სადაც არის 18 ქართული სოფელი ზღვისპირებში და მთაში. შემდეგ არის ორდუს ვილაიეთი, სადაც 38 ქართული სოფელი. შემდგომ არის უკვე სამსუნში დაახლოებით 20-მდე ქართული სოფელი, 30-მდე უფრო სწორად და ჩემი გაოცება გამოიწვია, რომ სინოპის რაიონში, სინოპის სტილში 56 ქართული სოფელი გახლავთ. ეს არ არის აი პირველი თაობა სწორედ რო ეტყვით რომ მოხუც ბატონებთან და ქალბატონებთან როდესაც საუბრობთ, იტყვიან ხოლმე დოხსან უჩ თურქულად ნიშნავს თურმე 93-ს, ჰიჯრით 93 გამოდის და ჩვენებური ქრონოლოგიით 1878 წელი. ანუ 1878 წლის მუჰაჯირები არიან, რომლებიც ჩვენ აქამდე მაინც საზოგადოებაში ცნობილი იყო, რომ მუჰაჯირები მაინც და მაინც კავკასია, ჩრდილო კავკასია შეეხო, აფხაზეთი შეეხო და აი ბოლო პერიოდში უკვე ნათლად ჩანს, რომ ჩვენმა ქვეყანამ აჭარამ განსაკუთრებით სამხრეთ საქართველოს ჯერ კიდევ ადრე დაიწყო 1828-29 წლების
ომის რუსეთ-თურქეთის ომის დროს მესხეთიდან გადასახდა უამრავი ხალხი ასე რომ უამრავი ასეთი საინტერესო ენის პრობლემა თუ დგას თქვათ ან რამდენად დგას ბატონებო აი საინტერესო ასევე ტრადიციები თუ საინტერესოა ჩვენ ექსპედიციაში იყო ენათმეცნიერი ქალბატონი ინგა ღუტიძე რომელიც უშუალოდ ამ პრობლემაზე მუშაობდა მინდა გითხრათ რომ დღეს ქართული ენა კრიზისს განიცდის 40 წლის ზემოთ თითქმის ყველა ფლობს ქართულ ენას, უმეტესობა ქართულად ლაპარაკობს, 20-დან 40 წლამდე უჭირთ იგებენ, მაგრამ მეტყველება უჭირთ და აი უკვე გნებულობთო, აი მომაშველა სიტყვა ნოდარმა, გნებულობთ, მაგრამ ვერ ვლაპარაკობთ, მაგრამ აი ახალგაზრდებმა უკვე 20 წლამდე ასაკისა ფაქტობრივად აღარ იციან, იშვიათად ამ ასაკის ახალგაზრდებში შეგხვდებათ ქართულ ენაზე მოსაუბრენ. ეხლა მიზეზები მრავალია, შეიძლება მე გატყობ თქვენ რომ ცოტა დაღონდით, რომ გითხარით რომ ქართულ ენაზე ქართულ ენას არ უჭირს. მიზეზი არის მრავალი, ერთი რომ ქართული სოფლები ფაქტობრივად დაიცალა. აქ თურქეთში დიდი აგლომერაციები შეიქმნა, საქალაქო აგლომერაციები და სოფლის მოსახლეობა ძირითადად გავიდა დიდ ქალაქებში საცხოვრებლად, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ზაფხულში ყველა სოფელი სავსეა მოსახლეობით, მოდიან, როგორც ჩვენთან და აი ამ თვალსაზრისით სწორედ ისინი, რადგან ისინი ბრუნდებიან ზაფხულობით, ნათესაობას ინარჩუნებენ, ქართველობას ინარჩუნებენ, ცდილობენ ქორწილებით დაამთხვიონ სწორედ ზაფხულის პერიოდს, როდესაც ყველანი მთელი ნათესაობა სოფლებში იყრის თავს, იმიტომ რომ ერთი სტამბოლშია, მეორე იზმირშია, მესამე იზმირშია, კიდე ანკარაში არის. აი იგივე ქორწილის საკითხი ძალიან საინტერესოა. მაგრამ აი სამწუხაროდ წელს არა, მაგრამ ვიყავით დაპატიჟებული, მაგრამ აი სწორედ 2 დღის შემდეგ იყო ქორწილი, მაგრამ შარშან ვიყავით ინეგოლის რაიონში, ერთ-ერთ ქართულ სოფელ ჰაირიეში გაოცებული უყურებდით არ გავს ეხლა ადრე გავდა ქართული ქორწილები გქონდათ მოზვერსაც კლავდნენ ყველაფერი მაგრამ ეხლა ძირითადად ეს არის საზეიმო სუფრა გადატვირთული არ არის საჭმელებით მხოლოდ ტკბილებია წვენები და იქნებ ბატონი ნოდარი მოგვიყვეს უფრო როგორი ქორწილი ვნახეთ ჩვენ მასში აი განსაკუთრებით აი ამ ქორწილის საწყისი ეტაპი იყო ჩვენთვის საინტერესო. გითხარით ბატონო. შენარჩუნებული, რა თქმა უნდა, ძველი ტრადიციები, საქორწილო ტრადიციები არის ძალიან ნაკლებად, მოსახლეობას ახსოვს, გიყვებიან. სხვათა შორის რამდენიმე ქორწილი აი ძველი ტრადიციების მიხედვით სოფელი ბაზგირეთი გახლავთ ასეთი იმერხევში იქ აღადგინეს კიდევაც რომ ახალგაზრდობას დაენახა როგორი იყო რეალური ქორწილი მაყრების შეხვედრა მაყრებს შორის კამათი პატარძლის ასე ვთქვათ გამოსყიდვა ბჭალებში მაზლების მიერ პატარძლის გამოყვანა და ასე შემდეგ თოფების სროლას თქვენ წარმოედგინეთ ჩვეულებრივი ქორწილი ასე წარმოგიდგება დუგუნს ეძახიან თურქულად სალონებია სპეციალური დუგუნს სალონებში იმართება თუმცა აუცილებელი ატრიბუტია ცეკვა და ხალხი უყურებს თვითონაც მონაწილეობს არა მხოლოდ ესე იგი მაყურებლები არიან და ამტკბილეულით უმასპინძლები არამედ თვითონაც მონაწილეობს ხორომს ეძახი ხორომი ხორუმის აღნიშნული ტერმინი საერთოდ სამობა ისამებთ სტუმრებო ისამებთ ანუ იცეკვებთ ჩვენთან ერთად ანუ მიიღებთ მონაწილეობას ხორომში და აი ამ წრეში ხდება აი ამ ქალების და მამაკაცების ცეკვა ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ინეგოლში და სხვა ისეთ კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში ჩამოყალიბდა ქართული კულტურის ცენტრები შეიქმნა ძალიან ბევრი ქართული ცეკვის ანსამბლებია ჩვენ აი სწორედ ბატონი როლანდი რასაც ამ ხაირიეში ბატონი ახმედ მელაშვილის ერთ-ერთ სამოღვაწეო სოფელში
ბატონი ახმედ მელაშვილი იყო იქაური ქართველი ილია ჭავჭავაძე. ჩვენ არაერთოდ ვისაუბრია ამ ხაზიაში. და აი ამ სოფელში ისეთი ცეკვა გაჩაღდა, არა მხოლოდ უკვე ხორუმი, კლასიკური, არამედ ქართული სხვადასხვა კუთხეების ცეკვები, რომ ჩვენ ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარით, აქედან ჩასულება ეს ცეკვა ნამდვილად არ იცოდა. ხარანდა მეურნეობის საკითხს რომ მიუბრუნდეთ, თქვათ, ანუ აი რამდენად შენარჩუნებულია ტრადიციები ამ კუთხით, თქვათ. რა თქმა უნდა, გადასახდა მოსახლეობა უაღრესად მძიმე მდგომარეობაში. ზოგი გემით, ზოგი ფეხით, ზოგი ურმით წაიღეს ის, რაც შეეძლო წაეღო, ბევრი დაეღუპა სამწუხაროდ ამ გადასახლების დროს და წაიღეს უმთავრესი სიმდიდრე, ის ჩვევები, ის ტრადიციები, რაც ოდითგანვე გააჩნდათ მეურნეობის წარმოებასთან დაკავშირებით. იქაც სწორედ პირველ რიგში სხვათა შორის შესთავაზეს ზღვისპირა ადგილები. ვერ შეეგუნენ. მთიანი აჭარიდან იყვნენ წასულები, ქედადან, შუახევიდან, ხულოდან, იმიერ საქართველოდან, კლარჯეთიდან იყვნენ წასულები, ტყიანი ადგილები, წყაროიანი ადგილებიდან და აი ესეთ ადგილებს მიაგნეს სწორედ ზღვისპირებთან ახლოს, ასეთ ადგილებს მიაგნეს და იქვე გამართეს თუ ნასოფლარები იყო, ბერძნების და სომხების ნასოფლარები იყვნენ, აქ იყოს გარკვეული ხოდაბუნები თუ არა და თვითონ გამოსტაცეს ბუნებას, ასე ვთქვათ, ხოდაბუნები გაიჩინეს, ახუები გაკაფეს და დაიწყეს ტრადიციული სიმინდის მოყვანა, მარცვლეულის მოყვანა, ღომის მოყვანა, ღომის მარცვლის მოყვანა და შესაბამისად ის სამეურნეო ჩვევებიც გადაიტანეს. იქ სადაც ღომი მოყავდათ საძიგველები გააკეთეს, იქ საძიგველებს ეძახიან ჩამურების საცეხვი, ესაც არის შემორჩენილი თავისი კაკუტებით. სხვათა შორის სასიმინდეები, ნალიეები გააკეთეს აქაური. სხვა ბევრი რაღაცა არ თქვა ეთნიკურ ცნობიერებასთან დაკავშირებით, როდესაც მე ვთქვი, რომ ენას დღეს ქართულ ენას პრობლემა აქვს, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ისინი ეთნიკურ ცნობიერებას კარგავენ. გამოკვეთილი ეთნიკური ცნობიერება აქვთ, რომ ისინი ქართველები არიან და ყველა დანარჩენისაგან განსხვავდებიან და ერთი ფაქტი კი უმეტესობას და ერთი ფაქტი შევხვდი წამოსვლის წინ ერთ-ერთ მხატვარს, ამბობს, რომ მისი ქართული გვარი არის თავადიძე და ის სინოპის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა, იზრდებოდა, დაწყებით კლასში ისწავლა სკოლაში, მაგრამ სინოპში, ლიცეუმში მოუხდა შემდეგ გადმოსვლა და აღმოაჩინეს 12-13 წლის ბავშვებმა, რომ ესენი განსხვავდებიან ყველასაგან, სხვა ენაზე ლაპარაკობენ და დაიწყეს მსჯელობა, ვინ ვართ, რა ვქნათ და წავიდეთ, მოდი ბიბლიოთეკაში. წავიდნენ სინოპის ბიბლიოთეკაში, აღმოაჩინეს ერთი წიგნი გურჯისტანის შესახებ, ნოე ჟორდანიას ეპოქაზე, რომ რუსები შემოვიდნენ 21 წელს დაიპყრეს. და ამ ბავშვმა, 12 წლის ბავშვმა დახატა ტილო შექმნა დატყვევებული საქართველო. მერე იფიქრეს, როგორ გავიგოთ, ვინ ვართ და თუ არიან სადმე ქართველები, ხო ამ წიგნში ნახეს, რომ გურჯისტანი არსებობს ქვეყანა და დაჯდნენ და დაწერეს წერილი. წერილი ვის გაუგზავნოთ და გურჯისტანში ტიფლის ლიცეუმს. თვითონ ახალ ლიცეუმში სწავლობდნენ და სთხოვდნენ, რომ თუ შეიძლება ლიცეუმის მოსწავლეებს გამოგვიგზავნეთ ქითაბები, წიგნები და ჟურნალები, რომ ჩვენს ვისწავლოთ. ერთი თვე ველოდებოდითო, რომ მოგვივიდო და ის რა ქვიან პასუხი თბილისიდან და წიგნებს და ჟურნალებს გამოგვიგზავნიდნენ, მაგრამ დაგვიბარეს პოლიციაში და სასტიკად გაგვაფრთხილეს, რომ ასეთი რაღაცა არ გააკეთოთ. ეს არის მაჩვენებელი იმისა, თუ რაოდენ მაღალი ეთნიკური ცნობიერება ჰქონდა 12-13 წლის ბავშვებს. ეს იყო ახმედ მელაშვილის გამოჩენამდე 10 წელი. კეთილი, ბატონო, სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობოთ, ამოიწურა ჩვენი დრო. წარმატებებს გიშურეთ, ალბათ მე ვეღარ კითხებ, მაგრამ მომავალშიც გეგმავთ ალბათ ექსპორტი. ჯერჯერობით ფინანსებთან არის. თუ არის ამისი საჭიროება. იცით რა არის? მათ ჭირდებათ იქაურ ქართველებს, ისინი აღმაფრენას განიცდიან, როდესაც აქედან ჩასულ ხვდებიან და რომ აი აქ საქართველოში ვიღაცა არის მათით დაინტერესებული. მე რომ მკითხო, ყოველ წელს უნდა მრავალრიცხოვანი ექსპედიციები ჩადიოდეს და
უნდა, იმიტომ რომ 5-10 წლის შემდეგ ფაქტობრივად ჩვენ ვეღარაფერს ვერ დავაფიქსირებთ, ყველაფერი დაიკარგება მათი ყოფის შესახებ, რაც მათ აქვს ჩენარჩუნ. სამწუხაროდ იმედი ასე არ მოხდება. წარმატებებს გისურვებთ და კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით მოგზაურობისთვის, მაყურებელს. შეახსენე სოფალ. კი, და მე შევახსენე